კაცო, ეს სადმე დამადებინე რა. მოდი. მე ადგილი. ბიჭო. ცოტას და გამივარდებოდა. სამუშაო უნდა დაიწყო. რა თქმა უნდა, თავიდან მე დაგეხმარებ ამაში. აი რა მეც ეხა მე სად უნდა დავიწყო მუშაობა. კიდე ერთხელ გამარჯობათ. აბა რა შევით? ეს ჩემი მეგობარია ირაკლი, გაიცა. ირაკლა, ბრა. აკაკი. დაჯე რა. გოგოები ცალკე ხო არ იჯდებია? აი, დაჯექი. კაი, წავედი მე და სალონი არ დაგვრჩეს ღია. არა, დავკეტო. შენი რომეო მოვიდა. გამარჯობა. გამარჯობა. მე კარგია. გამარჯობა. გამარჯობა. აზე ლაპარაკობი. უიჭველი შეტენიანი მგოგოს. უიჭველი. თუ რა დებილი ხარ? ეტუი მე მაბრალებს აზე ხა რაღაცნაირი ის გააძო. დაწვისა ჩემისა მანქანა ის. დედიკო, ეხლა ვაპირებდი შენ დადახებას. აი მე ისე დავიღარე. გათი შულს მეძინა რა, მაგვიძარა მძლივს გამაღვიძა. მე ძალიან ვინერვიული. 1000 ჯერ შემოვიდა ლეილა, ეგონა რომ რაღაცას ატყუებდი. მილიონჯერ დარეკა სანამ ტაქსი მოვიდა. მაგრამ მაინც კარგი იყო. იცი რამდენი ხანია გოგოებთან ერთად არ გავსულ არსად. შენ სულ ლეილასთან იყავი? არა. რავი, ცოტა ხანი ვისხედით, მე შენ რო დამირეკე, გავიქეცი კლინიკაში. მარლენის სანახავ. ой, როგორ არის მართლა? რა ვიცი, არა უშავს კარგად. მადლობებს გითვლის სულ. იმ ნიკა ერადისაც ძალიან კმაყოფილია. ისეთი მორიდებული კაცია, ძლივს ვათქმევინა, რა ჩივილები გონდა. რას ეკეთებ? წვნიას. გუში რომ მივედი, გული მომიკვდა. არავინ არ ყოლია და ვიფიქრე საჭმელს მაინც გავუკეთებ და მიუტან მეთქი. საწყალი. ისე ნიკამ რო დამირეკა, მითხრა, რომ არავინ არ ყოფილა ოპერაციის დროს. აბა, ძალიან შემეცოდი. ой, დედიკო, კვირის ბოლომდე ვაკოს სწავლის ფულია გადასახდელი. ხო? მაგდენი მაქვს მე მგონი ანკარიშზე, გადავიხდი დღეს. გინდა გავაღვიძებ და წამოყვეს. რაც მინდა ვაკოს წამოყოლა, პირველად ხო არ ვიხდი. კარგი დედა. და სანამ მე გადგება, ნამოგვიანდება სამსახური. წავედი რა, მე ვერ ვასწრებ ვერაფერს. მოკითხვა მარლენს. გადავცემ, დედიკო, გადავცემ. კაი, წავედი მოკლედ. შენ გეყოლება ხო ჩემი მანქანა? ხო, და საღამოს გამოვიდი. კაი. ნუცა. ხო. რაღაც მინდა გითხრა რა. რა მოხდა? დღეს დილით მომევიდა პოსტა. მე ჩაბას დამიჩნეს რაღაც შეხვედრა. ეს მივწერე აუხსენი რომ მეთქი იქნებ რამენაირად გადავდოთ. მაგრამ არაფერს არ გამოვიდა. მერე? ვერანაირად ვერ წამოვალ თურქეთში.
თან ასე დროს ამის დედა ვატირე რა. კაი, არის ნერვიულობა რა. კაი, დამშვიდ. რა უნდა ვქნა? მარტო ხო არ წახო. წავალ, რა მოხდა? როგორ გაგიშვა მარტო? კაი, რაღაცას მოვიფიქრებ, არის ნერვიულობა, შენ ბრალი ხო არ არის. კაი, დაწნარდი, ახლა წავედი მე და დაგირეკავ რომ მორჩები სამსახურს, ხო? კაი, არის ნერვიულობა. დიო. ჭამე რა იცი რა გემრიელია? მინდა რა. აი რა გჭირ. ჩირო. ნაბეჟნახ. ეს რა არის? ნახე, ალბათ მოგიწონება. ვაიმე, რა საყვარელი ხარ. გავიკეთო. აუ რა ლამაზია. მიხდება? ძალიან. ძალიან მომწონს. რა გჭირ შენ? ჰა? ცოტ ხასიათზე რატო ხარ? არაფერი, რამაზას ველაპარაკე. მერე? რაღაც სამსახური შემომთავაზა. რაც საქმის გადმოგვარება უნდა ჩემზენა. ვა, ძალიან მაგარია. ნუ, მარა რამაზა არა. კაი, მერე რა მოხდა? არაფერი. აი სამსახურია. ბიჭებსაც მოეწონებათ. მაგრამ ჩემი და რამაზის აი ურთიერთობა, სამსახური ერთად რა ის. კაი, ხო იცი რომ რამაზისთან არანაირი შეხება არ გექნება. შენი საქმე გექნება. აუ დიაგო, მამა ჩემი ჩამოსვლის მერე იმდენი რაღაც შემეცვალა. მოდი რა გეხოცებით, არ გამახსენო ეს ყველაფერი რა. ხო, კაი. მაგრამ მე შენს ადგილზე დავთანხმდებოდი. ვიმუშავებდი, ჩემი საქმე მექნებოდა. თან ამ ბოლო პერიოდში ძალიან ცდილობს, რომ შენ ძალიან კარგად იყო. და შენც კიდე საერთოდ არანაირი კავშირი არ გექნება რამასთან, უბრალოდ შენი საქმე გექნება. არ ვიცი. ნახეთ. კარგი ხო, შენი გადასაწყვეტია ეგ. კავა მომეწოდე რა. მომეწონა ძალიან. მოჩვენე რა ხატავენ. რა ლამაზი სურათია. აბა მეორეც მოჩვენე. ეს ვის გავს? ბაბუას. რაი ნახეთ რა. ბაბუას. კიდეც. მოდი რა კიდეც. მოვედი, აბა როგორ ახლა? ეს ჩა. რა. გამარჯობა. კარგი ახლა რაზე წუხდებოდი. კარგია მე. წვნიანი მოგიტანე და რაღაც წვენიდა. შენთვის ახლა აუცილებელია სითხე ხო შამბერს. ჭიპავენ წვენები. რა ხალხია რომ იცოდე გადავყვენ თან უკლედ არ ვიცი როგორ ამოვალ შეიძლება. კარგი ერთი. მე რა შუაში ვარ, მე უბრალოდ გირჩიე. ეს იყო და ეს. და დავხატარი გოგო პატარა. ბაბუ. აბა მოიტანე გვარჩენე და დახარდით. ვეშილ ამას თვალში რეჩვლა ბაბუ. ჩინე ბაბუ აბა. ეს რა არის ბაბუ ხა? კეთილი ფერია. კეთილი ფერია. მე ვიყავს. კეთილი ფერიები. ვიცნობ ერთს. მე ვავგები ფერსი კაგაცნობ. აი ბაბა, დაიწყე. გაიზარდე. მოშედი და მოვრავდი. გაიხარე ბაბა, გაიხარე. ისე მე უნდა მყავდეს ასეთი სახლში.
ისე მიმდივარ ამ ქვეყნიდან, რომ არჩილი მეყისა და არჩილი შვილი. ისე მიყვარს ბავშვები სიცოცხლეს ვიჩები. ბიჭზე ოცნებობდი, ფეხბურთზე უნდა მედარებინა. მაგრამ არ არის ის ეს ცხოვრება, მოწყობილი როგორ ჩვენ გვინდა. ой, ხარ დავჭექი. გისმენთ? დიახ. იცით, არაფერი არ შეცვლილა. მონაცემები გაინტერესებთ? კი, როგორც ყოველ წელს. კარგით. თავნახვა იყო შენი კლიენტი? არა, ხელს აინტერესებდათ. მე დაჩერცოლს ცხოვრება რომ აღწოვოდა. დღეს შვილიც მეყოლებოდა და შვილიშვილიც. მაგრამ ახალგაზრდა იყო ჩემზე. თავიდან თითქოს ყველაფერი ბედნიერად მიდიოდა. მერე ქვეყანაირია და იცი შენ როგორც ხდება. წავიდა საბერძნეთში. ვიფიქრეთ ცოტა ხნით წავიდოდა. ცოტა წელში გავიმართებოდი და ჩამოვიდოდა. მაგრამ არ გამოვიდა ეგრე. წავიდა. ჯერ ტელეფონით ისევ კონტაქტობდით. მაგრამ მერე კლიანად დაიკარგა. მერე გათხოვდა იქ. თავისი ოჯახი ყავს. მეკი დარჩი ასე უშვილში. დამშვიდდი მალე. არ შეიძლება შენთვის ახლა ნერვიულობა. რა ნერვიულობა ჩემონა. ხო. გეთანხმები. ძალიან ძნელია მარტოობა. აი მე ორი შვილი მყავს, მაგრამ ჩემი ქმარი რო გარდაიცვალა, იმის მერე საშინელ მარტოობას ვგრძნობ. რა ხდება ხაზე? უჩებოდ როგორ ხართ, რა ვიცი, არაფერი. მოგიკითხეს მგზავრებმა, როგორ არისო? არ მეგონა თუ გავახსენდებოდ. აბა რას ამბობ. წვნიას ხო შეჭამ? კი. შეჭამ. So we did a nice job on the ripping up. It's done just one or two mistakes, but that was it. We'll work on that for next time. Okay. Okay. Kargad. კარგად. ძალიან მეცინება რა. რაზე გეცინება? მე რაზე და შენზე და ჯონათანზე ტიპს ისე მოწონხარ რომ ვეღარ ფარავს უკვე. კაი, ეგრე ძალიან ვაფშე არ მოწონვარ. დღეს თელი დღე ვაკოცულს და შენ გიყურებ და ჩემ კაცს საერთოდ არ გამოუხედავს. მეთქი მეც აქ ვარ. ცოდოა. ცოდო რა პონტია. ხო, კერე. აშვები? რავი, არაფერს ანისთან ვარ. მისმინე, საღამოს ვაპირებ კედელზე საცოცად წასვლას და ხო წამოხვალ? კი, წამოვალ. კლდეზე საცოცად წამოხვალ. მე და ანი წამოვალთ. კარგი, დაგირეკა. კაი. რამდენი ხანია მინდა იცი? თუ გეთქვა მე. მე პროსტ ამ ხელით. კაი, არა უშავს, მაინც გაერთობ. ოკეი, ჩეფე.
და კი, გადავიხადე. არა, იმ ხელარი გიყო ბანკში რა, ძლივს მომედი სამსახურში და მოგვიანდა. კაი, დაგირეკავ. რატომ მიგვიერთებ? საქმე გამომიჩნდა რაღაც და მე პაციენტები. გავაფრთხილე ყველა არავინ არ მელოდებოდა. ბანკის რიგში მომიწია დგომა. მიზეზები არ მაინტერესებს. აღარ განმეორდეს. ხანუც, კეთ, რა შვები? ვიცი, ხა მოვედი სამსახურში, შენ? რა ვიცი, არაფერს, კეთ. რაღაც უნდა გთხოვო, მაგრამ მერიდება თან. რა მოხდა? მოკლედ, აკოს დაუნიშნეს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ვერანაირად ვერ ახერხებს სტამბულში წამოსვლას. ой, რას ამბობ? ხო და იქნებ შენ რო წამოყვე, არ შეგიძლია? მე კი, რა პრობლემა არ გწვენია? აი, ყველაზე კარგი გოგო ხარ. კაი რა. ოღონდ როდის ჩამოვალთ, ეგ მითხარი. კვირას საღამოს ვიქნებით აქ. აი, ხო, იმიტომ რომ შაბათს სამსახურში უნდა ვიყო აუცილებლად. გტირდები კვირას საღამოს ვიქნებით აქ. კაი, მაშინ მოვდივარ. კაი, ძალიან დიდი მადლობა. ეხა ბილეთებს ვიყიდე, ხო? კაი, რა მადლობა გაგიჟდე. კეთო, შენ რო არ მყავდე. კაი, მოკლედ, წავედი და საღამოს დაგირეკავ. კაი, დამირეკე. მამა, ასეთ მანქანას ხომ მიყიდი? კი, მამა, კი. სახლში წავალთ მაშინ, ხო? ხო, სახლში წავალთ. ხო, მალე წავალთ. კი, მამა, წავალთ მალე. ლევან, გამარჯობა. გამარჯობა, როგორ ხარ? ეს საყვარელი ბიჭი ვინ არის? ჩემი შვილი საბა. მართლა? ისე ძალიან გავს. ხო, ამბობენ მას. რა კარგად ხატავ, გიყვარს მანქანები? კი. ლევან, ხო. რაღაც მინდა გკითხო და. კითხება რა? მამა, ეს გამითალე რა. ეხლა ცრაი ბონუს ქულებში ვერ გავარკვია და თინასაც არ მინდა რომ დაურეკო. აი ნახე, აი ამის მიხედვით ბონუს ქულის დაწერა შეიძლება მხოლოდ ორჯერ და მერე წერია რომ ქულების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ქულას, მაშინ როცა თითო ბონუს დავალება 10 ქულიანი მაინც არის. ნახება. მამა. ხო. აუ, წავიდეთ რა. ეხლა მამა, ეხლა. შეცდომა არის რაღაც არის. მინდათ მოგიგზავნა ეს ინსტრუქცია? სახელი არ მახსოვს, აი თინას თანაშემწიროა ქერათმიანი გოგო. მე ვაძლევს ორ ბონუს დავალებას და ისიც იმათ, ვინც გამოცდაზე იჭრება. რა ვიცი, რაც ვასწავლი აქ ესე ვაკეთებ. ესეთი რამე არ ვიცი. შეცდომაა 100%. რა მოხდა? არაფერია, ჭიქა წაიქცა შემთხვევით, მეტი არაფერი. საბა, როგორ იქცევი, მამა? კარგი, შემთხვევით მოხდა. ეხლავე დავბრუნდები. მამა, როგორ იქცევი რა არის? არ მინდოდა. ესე მე ორჯერ აღარ გააკეთო, კარგი? კარგი, წავიდეთ რა. კარგი, წავიდეთ. აიღე ესე დაგისვლა. და ნუ აი ქორწილი იყო. აი ძალიან მაგარი. თავისი გაფორმებებით, ბენდებით, ტორტებით. რა ადგინა, აი გოგო იყო საოცარი. გამარჯობა. ვორქშოპის სერტიფიკატი მოვიტანე. ჩემია. რა მაგარია. მადლობა. არაფრის. ნახვამდის. დაგაზამე.
ჩემი პირველი სერტიფიკატი. ეს რა? აუ, შეშალად. რა ხდება? შენი სახელი და გვარი წერია. ხადა? ვა, ცირა ალბათ ყოველ წელს მე რა დავდიო, რაღაცნაირად აერიათ. ალბათ. ხო. აუ, არა და გოგო მთელი დღე იყო ტრეინინგზე და პროსტა ვინ დაუფასა. კაი, არ ნერვიო ერთი მაგაზე რა. იცი რა, მთავარი ხო ისწავლე. კი, ვისწავლე. ხო. პოზერდა. დაგვირეკეს და აღარ გახსოვს სერტიფიკატი? გამარჯობა ნინა. გამარჯობა, გამარჯობა. რა მოგივიდა? ლევანიშვილმა გადამასხა წვენი შემთხვევით. უი, არ ვიცოდი ცოლ-შვილი თუ ყავდა. შვილი კი, მაგრამ ცოლი არ ყავს. გარდაეცვალა. რა სამბობთ? ხო, რამოდენიმე წლის წინ ავარიაში მოხდა. ლევანი ძალიან ცუდად იყო, მაგრამ ეხლა კარგად არის. ნელა გამოვიდა თუმარავიდან. არ ვიცოდი. ნიკო, წავედი, თორე ძალიან მოგვიანდება. შეხვედრაზე არ დამოგვიანდეს. შენ მასწავლე, ხა მე რა დროს უნდა დავფოლდო და რა დროს უნდა ვარეიზო რა. გადაგარყეს. ბიჭო, თუ სკაროლში დაფოლდვა რა ქალიშვილობაა. პროსტა არ ვიყავი პალასაზე რა. ბიჭო, მომისმინეთ რა ერთი წამის რა. ნუ, რა სერიოზული ხარ. ხო, რაღაც საქმე მაქვს რა. ამან ბოლოს რო ესე თქვა, პიატიში უკვე ჩატანილი ქონდა, ხო ტაქსისთან. ბიჭო, აკრები მოიცა. ბიჭო, რამაზამ შემოთავაზა თავისი ერთ-ერთი ბიზნესის დირექტორობა. მე რა ბიზნესის? ამ რაღაცა ტექნიკა ყავთ რა, ტრაქტორები და რაღაცები. მოგვითან გზების დაგების პონჩი და მშენებლობის პონჩი აქირავებენ რა. მან დიდი მაყუცის ამბავია, ხო? კი, ფულის აკაიფოთ არა. მე შენ რა უთხარი რამაზას? მოთხარი რომ ცოტა ხანი მაცადე რა რამაზ რა ჩემ თავში უნდა გავერკვიო და რაღაცები, ხო? მაცადე რა მათქმევინე რა ერთი წამით რა. ამ თქვენზეც მელაპარაკა და მითხრა რომ ბიჭები ჩავერთოთ საქმეში. მერე? აუ არ ვიცი რა, ცოტა სხვა სიტუაციაა მან რა. ანუ მაგ საქმის კეთება ფულის პონჩი არ მინდა. ხო მე მინდა რომ ჩვენ პონჩი ვიჩალიჩოთ რაღაც. მაგრამ რა მარა თქვი რა. კაროჩე რა, არ მინდა რომ რამაზასთან ერთად გვაკეთო ეგ საქმე რა. უბრალოდ არ მინდა რომ რამაზა იყოს ჩვენი დირექტორი რა. შენ ბიჭო შიხო არა. ბიჭო, მართლა რეებს ბაგრო. აუ, კაროჩე რა თქვენ არ გესმით ეხა მე რასაც ბაზრობ რა. ანუ რამაზასთან ერთად საქმის კეთება არ მინდა ძმაო რა. ეხლა მომისმინე. ვაფშე არაფერ შუაში არ არის, აქ შენი და რამაზას ადნაშენია რა. მე გეტყვი რა, როგორ და რანაირად უნდა გააკეთო. ხო გეუბნება რომ ეს ბიზნესი დაიწყეო. ხო და შენს დაიწყე რა შეჩემა რა. ბიჭო, მეც მაგას ვამბობ, რომ მე მინდა რომ ამ ჩვენ პონჩი გავაკეთოთ რაღაც, ხვდები? ხო და ჩვენ პონჩი როგორ უნდა იჩალიჩო, ბიჭო, თუ თავიდან რაღაცით არ დაიწყე, რამაზას უნდა გამოვართვა ფული და იმით უნდა დაიწყო, ხო? მე ვისი ბიზნესი გამოდის ეს? რამაზასი არ გამოდის? მართალს გეუბნება ძმობას ფისავა რა. არ არის ხელიდან გასაშვები. აუ, არ ვიცი რა დატო რა, ნახოთ რა. რა ვნახოთ, ბიჭო? კაროჩე, ეგ ბიზნესი უნდა დავითრიოთ რა. იქ საჭირო ხალხს გავიცნობთ, ჩვენ თონაც რაღაცებს მივიქექებით, აზზე მოვალთ, მაყუთ შევაგროვებთ და მე უკვე ჩვენთან მოვხოდავთ რა, ჩვენს ეს ამ ბარს გავხსნით ან რაღაც ავიძენიას ან რაღაცას ვიზავთ რა. შეჩემა ვაფშე აღარ გჭირდება მე რამაზა რა, ნუ თავიდან პროსტა რომ ხელი შეგვიწყოს და всё, ჩვენთან გავკაჩავთ. ოთა როდემდე უნდა იყო მაგის ფულზე და მე მგონი კაი თემაა. ასნია, თან ჩვენ ცოტას რაღაცა ფულს გვაშოვნინებ რა. აი, კაროჩე, დაველაპარაკები რა. Ясно, აბა რა. გამარჯობა. მოიძებო მოდი. აბა როგორ ხარ? ხარ კარგად? დიახ. ძალიან კარგი. ახლა რატომ დაგიბარე?
არ ვიცი იცი თუ არა, არის ასეთი ორგანიზაცია Green World. კი, როგორ არა ვიცი. ხო, ძალიან კარგი. ხო და მოკლედ ამ ორგანიზაციამ წამოიწყო კამპანიასავით ეკოლოგიაზე აკეთებენ პატარა სარეკლამო რგოლებს მსოფლიოს ყველა კუთხეში. ხო და განსაკუთრებით აქცენტს აკეთებენ განვითარებადი ქვეყნების ეკოლოგიაზე. ჩვენთან ჩამოდიან? არა, თვითონ თავისთან გადაიღეს და გაავრცელეს. ხო და მოუწოდებენ მსოფლიო ორგანიზაციებს რომ ჩაერთეთ. ხო და ვფიქრობ ჩვენც უნდა ვცადოთ და შევასწავლოთ. კარგი იქნებოდა. ხო. ასე რომ მინდა შენ დაგავალო ამ კლიპის გადაღება. მე? არა, მე არ მაქვს არანაირი გამოცდილება. ეგ არაფერი არ არის, მინდა მარტივად გაერკვევი. მე ხომ მჭირდება ადამიანი, რომელიც კარგად გააკეთებს ყველაფრის ორგანიზებას და შენზე უკეთეს ვის ვეთქვი. ხო, აი ეს არის მონახაზი და ნახე, რაიცანი. ბიუჯეტი? ხო, ბიუჯეტი მინდა აუცილებლად. თავიდან სხვებს დავავალე ამის გაკეთება, მაგრამ არ მომეწონა რა როგორც გამეკეთეს. ხო და დარწმუნებული ვარ რომ შენ ამას შეძლებ. არაფერი არ არის, მთავარია ყველაფერი გააკეთო ორგანიზებულად. დიახ. კარგი? მოკლედ მაგას გაიცანი შენ ახლა. შენიშვნები გააკეთე და მე ერთად გავიაროთ ყველაფერი. კარგი. კარგი. მე ეხლა უნდა გავიქცე. დიახ. აბა შენი იმედი მაქვს. დიდი მადლობა, კარგად სანდებოდე. ხო, ისა არ დამავიწყდეს. ორშაბათს კლიპი უნდა იყოს, იცოდე, ხო? ორშაბათს? დარწმუნებული ვარ მოვასწრებ. კი. მოვახერხებ რა. მადლობა. ხო, აბა შენიც. თუ რამე დაგჭირდა დამირეკე, კითხე, არ არის პრობლემა. კარგი. დიდი მადლობა. კარგად სანდებოდე. ძალიან დავიღალე რა დღეს რა, ჯერ მანქანა მე აქაურობა. მე ცუდი დღე მქონდა. აი მე ჩემი დღე კიდე ახლა იწყება რა. მთელი დღე ჩაკეტილი თალიკოს ლაპარაკი რა უნდა ვისწავლო რა. იმდეს ლაპარაკობს თანახმად. ნახვამდის პეტროვიჩი. ნახვამდის. კარგად. ისე ვაკისკენ მივდივარ, თუ გნებავთ გაგიყვანთ. არა, მე ძალიან შორს ცხოვრობ ბატონო. რა ვიცი, მე დღეს უმანქანოდ ვარ და ტაქსი წასვლა ძალიან მეზდარება და წამოყვები მაშინ. კაი, წავიდეთ მაშინ ჩვენ. კარგად. კაი, ხოლმე კარგად გაგოება. საფარემია. თან როგორი ყურადღებიანია. სამსახურში ყველა მაგას ამბობს, რომ ისეთი მაგარი უფროსიაო, რომ აი არ ვიცი რა, თან როგორი განათლებულია. ხო. ბებო, აქ ჩაგიდე კბილის ჯაგრისი. ესენი კიდე გამოსასვლელი დასაცმელია. სადმე რესტორანში თუ წაგიყვანეს საღამოს, მაშინ ჩაიცვი. კაი? ლიზი, ამას აქ ჩაგიდე. მომე, მე ჩავდებ. წადი შენ ნახე, ქათამი ხო არ გაცივდა. მე ცოტა ადრე მაინც შემეწვა, ხა ცხელს ხო არ ჩაუდებავს. ლეილა, ცხელია ის და მაცი ვარ შეშავდებ, რომ მალე გაცივდეს და წასვლისას გამოვიღოთ. დაგიდებ ზევიდან. ვინ არის? ეკა იქნება, მე უთხარი, ამოდით. მოდი. კესიკო, როგორ ხარ? წავედი აგან ხო. რა კაია რომ ამოხვედი, თორე ნილოს რა გაუძლევდა. ისეთი აჯიტირებულია, კესო. ძალიან ადრე გაიგვიძა. მე კიდე ლიზად ვსტავაძინა. გამარჯობა, იკაშვილი. გამარჯობა, ლევანინა, როგორ ბრძანდებით? რა ვიცი, როგორ ვიქნები, ერთი თქვენი წასვლა და მშვიდობით ჩამოსვლა მანახა და აღარ მინდა არაფერი. კარგით რა, რაზე ნერვიულო? რა ვიცი, 1000 რაღაცა ხდება, არ იცი ეს ევროპა. მე და კაირებს ამბობ რა. აკუშ! ხო. ჩემი საროჩკა სად არის? მანდებს დათო. არ დებსავ და რანაირად? აი მე დათო ნუ გადამრევ მანდიყა. დაჯექი რა გეხოთ რა შევალ და წყურწინატობა. დაჯექი ეკა, დაჯექი. ეკა დედიკო, როგორც კი ჩახვალ დამირეკე იმ წუთში რა. აბა რას ვიზა? ინტერნეტითაც ხო დარეკავ? დავრეკავთ. მოიც ერთი წუთი. გამომართვე ეს 50 ევრო. არა, ლიზიკოს კი ჩაუდე თავისი, მაგრამ ეს შენ კონდეს, რა ვიცი, წამალი ან ექიმი ან რამე რო დაჭირდეს რა. კარგით რა, რატო უნდა დაჭირდეს? ან წამალი და ან ექიმი. არ ვიცი, ჩაიდე, თორე ძალიან ვინერვიულებ. კარგი. კიდე გიხოცები, მიაქციე ყურადღება ჭამაზე რა. აი
ჩიფსები და რაღაცა გაზიანი სასმელი არ მიცე გეხვეწები. ნერვიულობ, კესოსაც არ ვაჭარ აგეთ რაღაცა. რა ვიცი, იქაური სამზარეულო რა ვიცი, რა საჭმევენ. ფრანგულ სამზარეულოზე ამბო? ხო, აი ლოკოკინები და რა ვიცი, რაღაც 1000 უბედურებები. ხო, თქვი არა, იქვე. მარჩიშა. ხო, რა ვიცი, ამებს აღარ ვატან რა ეს. აი, გუშ. როგორ ხარ? შენ როგორ ხარ? კარგად, წავედით, ხო? წავედით. ბავშვი, მოვჩით? კი. მოდი ბავშვებო. გამოდით დროზე, წავედით. დროზე წავედით. აჰა. მოიცა ერთი თუთით. დასხედით. კაი ლეილა რა. ლეილა, რა დასხედით? მაგის დროა? დასხედით, წესია ესეთი მგზავრობის წინ, დასხედით. დაჭეკ. ვერთო მშვიდობით ჩაიყვანა ესენი. მორჩი? კი, მორჩე. წრეც ხوار დაგვერწყა, სამჯერ. ნუ მაიმუნოფ ერთი, ადექით. წავედი. რიზიკო, ბებო. კესო, აბა შენი, ჩემო საყარლებო. აბა თქვენი. რა როგორ მოიწევთ? ძალიან კაი იყო რა. პირველი ლაივი გამაგარი იყო, მეორეც და სუსტად ვიცი რომ მესამეც გაიყო. აუ, სალი, ორჯერ ხო იყავი უკვე და ეხა რა უნდა მოხდეს იქ ისეთი რაც არ იცი. ვერ ხვდები რატო არ გინდა? ბარსელონასთან ისე უყურებ, ხო იცი რომ ან წააგებენ, ან მიუგებენ. აი, რა გჭირთ რა ბარსა და რა ლაივი. ჭიჭო არ მესმის, პროსტა სამჯერ ერთი და იგივე უნდა მოусვენ. ხო და წარმოვიდი და მეკითხები. უნდა მიშველო. მე? ხო. ბაზარი არა, რა ხდება? ჩემო უფროსმა დამაბარა რაღაც კლიპის გადაღება და უნდა დამეხმარო. რა კლიპია? რაღაც ეკოლოგიაზე. მინდა რომ კაი გამოვიდეს რაღაც მეტი გახმაურებული რა. ჯერ დუმა რეაქცია ეხა ხმაურიანი კლიპის, აუ, აიგრე უნდა უბალიშიკო დედაბუნებას, მაო. მოკლედ სცენარი გვაქვს. პროსტა მიმონტაჟიდან დაწყებული რეჟისორის დამთავრებული ყველა მე უნდა მოვწერნო და შენი რეჟისორის ნომერი გაქვს, შენი რეკლამავიც გადაიღო. აი, საიდან უნდა მქონდეს რაღაც ორწამიანი რეკლამა იყო. მაგის მე რეჟისორები კი არ გიძმაკაცდები. იმას რო დაურეკოთ, ის გოგორო იყო იქ რა, ის შემდეგი სახელი გვარი სპანი გოგორო. ბიჭო, მაგის ნომერი კი მაქვს. აუ, მიდი რა გამერკვია შენ და თუ გეზარება მე დაურეკავ. არა, რატომ ეზარება? კაი, მივწერ და გავიგებ. კაია. აუ, სცენარი წამაკითხა რა. იცი რა, არაფერი არ არის ისეთი. მწვანე ფოზე უნდა გადავიღო, პროსტა გოგო და ბიჭი რა. მსახიობი ყავს? არა, ეგეს უნდა უშოვო. რა თუნდა შოვნა, აგე? ბიჭო. კაია ისე. ითამაშებ თაკოს კლიპში. მე? მიდი და ბიუჯეტსაც დავზოგავ. და იმ გოგოსაც უთხრათ რა, შენთან ერთად რა ვიყო რეკლამაში. თასა кайფო წყვილია და რა. აუ, შენ მაჭანყობა როდიდან დაიწყა? ძალიან კაი იდეაა ისე, იცი? მაგ გოგოს ნომერი გაქვს ისე? არ მაქვს, მაგრამ გავიგებ და ეგრევე ერთად მოგწერა რეჟისორის ნომერი. კაია, ყველაფერი მოვაგვარა. ხო და წავიდეთ დღეს ლაივზე. კაი რა ლაივზე, იცი რამდენი საქმე, მაგ უნდა გამომყვე საყიდლებზე. აი ხო, წამ. მადლობა ბიჭებო, იციან, დამეხმარეთ. აი და შეს მომეშთაც მოგწერ რა. კარგად. რა გჭირ შენ კიდე გაყოლობდი ამ ლაივზე. ხა თავი უნდა შემოირიგო. მე ძალიან მინდა, მაგრამ არ მაქვს შეჩემა ფული და საიდან ვიჩარეჭო. და იყიდე. შეიძლება? მოდი. მაშინ ვერ ვნახე. თუ ძალიან დააბარებ მაქვს. კი, ძალიან. აბა, ყველაფერი ფიქრე იმ საქმეს. მაგაზე მინდა გელაპარაკო. მინდი გის. უბრალოდ ბევრი ვიფიქრე. ბიჭებსაც უთხარი, მოეწონათ იდეა. თვითი. ალო. ხო, მოკლედ მითხარი. მაგათ უფრო ჭირდებათ ეს საქმე ვიდრე ჩვენ. ხო, დაელაპარაკე, რაც გითხარი, ისე გააკეთე. თუ არ წამოვენ დათმობაზე, მე დაველაპარაკები. კარგი, დაარტყე და დამერეკე. ხო, აბა გისმენ. უბრალოდ გადავწყვიტე და დავიწყო მუშაობა. ძალიან კარგი. გამახარე. მოკლედ შენი გვერდში დგომა ძალიან მჭირდება ახლა. ხედავ,
კოკა არ ჩამოდის, ანი პატარა. უბრალოდ შენი იმედი მაქვს, გიორგი. ო, ბიჭებსაც ძალიან მოეწონათ იდეა. ნახოთ რა. გარანტიას გაძლებ თუ შენ ამ საქმეს ხელს მოგიდებ, ყველაფერი კარგად იქნება. მართალია ჯერ თავიდან პირველი საქმეები, მაგრამ მერე უფრო ბევრი და კარგი საქმეები წამოვა. უბრალოდ არინანდი რა. ხო, ეხლა თავიდან მეს ყოფნა გამოცდილების ამბავში. მაგრამ ეხლა კაცმა რაღაც უნდა დაიწყო. მაგაზე შენო ინერვიული. ვახოთ დაგეხმარება, მეც თუ დაგჭირდები. უბრალოდ ბიჭებიც გვერდით ყავს რა. და როდიდან შეგვიძლია დაწყება? შეგიძლია ხვალიდან. და დირექტორი მე ვიქნები. კი ბატონო. დირექტორიც შენ იქნები და გადაწყვეტილების მიმღები პირიც. კარგი, დაველაპარაკები ბიჭებს და მივალთ ხოლმე. კარგი, აბა მე შეხვედრაზე მივდივარ თუ ერთი წუთი ყველა მომისმინეთ რა. ალბათ ახლა ფიქრობთ რა აყვირებს ჩამოვიდეს და ესე გვითხრასო, მაგრამ ესეთი რაღაცეები უნდა იყვირო. ხო გაგინე. ეს გაგიშტა. ეხლა ძალიან სერიოზული რაღაც უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში. ჩეპე. ცოლად გამომყვები? რა? ჩეპე. ჩამო მოგილოცოთ რა. ჩამო ბეჭედი მანახე მოდი. ეს ახალია, რა ლამაზია. არა, ძველია. აიმე, მოდი რა ვიკანახე რა სილამაზეა. გაჩვენე. მოკლედ ბიჭებო, ეს იქნება თქვენი კაბინეტი. ჯერჯერობით ასია მოწყობილი. ავეჯი შეუკვეთეთ და მოიტანენ. აუჯო, როგორ? რავი, მეც კარგად. მადლობა რა რომ მოყვეთ. არა, მადლობა პირიქით. როდამირიკი ძალიან გამიხარდა. რუსუდან, შენთან სალაპარაკო მაქვს. ხო. კი. უბრალოდ ცალკე მინდა დაგელაპარაკო. ვეძა? სათმიეთი რა. მოდი, ვაგდამინდა ხალხა ჩემი თავი მასკრატ არა. ეგ ჩვენა ჩვენ როგორ უნდა თავდელაპიდას. კი არ გამაგიჟო ახლა. თეოს მე ვუთხარი ამ სტატიის შესახებ. მე ვწერ თქო. და მაგან კიდე რა გააკეთა? აი მე ეგ დეტალები არ მეხები.